მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამიტომ მან იცის და მე არ ამგონია რომ ბურჯანაძეს ახლა რაიმე ძლიერი პოლიტიკური ჯგუფი ყავდეს. და ბატონ დავით, ახლა თქვენს გქონდათ ამაზე საუბარი და მინდა გითხოთ, ქართული პარტია რეკორდულად მცირე დროში თითქმის დაიშალა და აქედან გამომდინარე მინდა გითხოთ, რამდენად საფუძვლიანია საუბრები იმაზე, რომ სხვადასხვა პოლიტიკური ორიენტაციის, სხვადასხვა პოლიტიკური წარსულის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გაერთიანება და ერთად ბრძოლა საერთო მიზნის მისაღწევად ქართული პარტიის მაგალითზე. მე ვფიქრობ, რომ ქართული პარტიის, ისე როგორც ახალხო კრების მიმართ იყო არაადეკვატურად მაღალი აჟიოტაჟი. ხელისუფლებას აწყობდა ეს აჟიოტაჟი, იმიტომ რომ არც ერთი და არც მეორე საფრთხეს არ წარმოადგენდა მისთვის ეს ხელისუფლება კარგად იცოდა. ქართულმა პარტიამ გამოაცხადა, რომ 50,000 კაცი ყავს უკვე პარტიაშიო და 500 კაციანი მიტინგი მოაწყვეს ამერიკის საელჩოსთან. ანუ ეს ხო ტყუილი. საქართველოში არ არსებობს 10,000-ობით წევრის პარტია. არც ერთი. რესპუბლიკურ პარტიაში არის 4,000 წევრი. ჩვენთვის არც თუ წარუმატებელ არჩევნებში მივიღეთ 68,000 ხმა. პარტიის ერთ წევრთან მიმართებაში ჩვენ რო მაშინ ხმები ავიღეთ ჩვენთვის ცუდ არჩევნებში. აღმოჩნდა რომ თურმე გაცილებით მეტია, იმიტომ რომ სხვა პარტიების დიდი უმრავლესობის, რამდენიმე ჩვენი პარტნიორი პარტიის გარდა, დეკლარირებული მონაცემები აღემატებოდა მათ მიერ აღებული ხმების რაოდენობას. ბატონმა თორთლაძემ ამჟამად გამოაცხადა, რომ 34,000 წევრი მყავს პარტიაში. 7,000 ხმა აიღო თვითმმართველობის არჩევნებში 1%-ს ვერ აიღო. ახლა ბუნებრივია რომ ტყუოდა, ხო? ან მას ატყუებდნენ, რომ ეწერებოდნენ მის პარტიაში და სინამდვილეში არ იყვნენ მისი პარტიის წევრები. ვითარება ასეთი არის, არც ერთი და არც მეორე ფსევდო რევოლუციური პარტია რეალურად რაიმე ძალას არ წარმოადგენდა და არ წარმოადგენს. არ არსებობს სხვა გზა გარდა საარჩევნო გზისა. როცა მე ვამბობ არჩევნებით ან არჩევნების ფონზე, სულიად ნათლად ვამბობ, რომ ჩვენ უნდა მოუგოთ არჩევნები, თუ ის აღიარებს საკუთარ მარცხს ქვეყანაში მივიღებთ პირველ ნახელისუფლარ პარტიას ნაციონალური მოძრაობის სახით ოპოზიციაში და ეს იქნება კარგი, იმიტომ რომ ოპოზიციაში რო შეგჩენოდა მრგვალი მაგი და აღორძინება მოქალაქეთა კავშირი პროცესები შესაძლოა უფრო ნაკლებ ტკივნეულად წასულიყო, ვიდრე ის რომ ლიდერთან ერთად ორთქლდება ეს პარტიები. პარტია რომელიც ლიდერთან ერთად წყვეტს არსებობას, პარტია არ არის. არანაირი ფორმით პარტია არ არის. ოქროაშვილზეც მინდა ვთქვა ერთი-ორი სიტყვა. და ვესწრები ვიყო ძალიან კორექტული. იმის მიუხედავად თებერვალშია ეს კადრები გადაღებული რუსული ტელეარხისთვის. თუ აპრილში. ამას არაფერი მნიშვნელობა არ აქვს. აი ვის ადგილს ნამდვილად არ ვხედავ ქართულ პოლიტიკაში. და მე ვფიქრობ არც ამომრჩეველი არ დაინახავს ვის ადგილს ქართულ პოლიტიკაში. ეს არის ირაკლი ოქროაშვილი, სააკაშვილის მარჯვენა მარცხენა ხელი ერთდროულად, პირველი ვეზირი სააკაშვილის კარზე, უამრავი დიდი თანამდებობის მქონე ადამიანი, რომელიც ახლა გამოდის იმ ტექსტით, რაც ნამდვილად არის საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედება. მე და ოქროაშვილს ეთყობა სხვადასხვანაირად გვესმის სამშობლო. და ოქროაშვილი ერთადერთი არ არის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, თუ ყოფილ პოლიტიკურ სივრცეში, ვისთანაც ერთად მე პრინციპულად განსხვავებული აღქმა მაქვს სამშობლოს. სამშობლო, საქართველო არ არის ბიზნეს გარემო და პოლიტიკა არ არის ბიზნეს ინსტრუმენტი. ეს მარტო ოქროაშვილს და კიცმარიშვილს არ ეხება. ბიზნესს აქვს მისი წესები და პოლიტიკა არ არის ბიზნესის ინსტრუმენტი. ბატონო დავით. ბატონო? ახლა ვისი ვეზირია ოქროაშვილი როგორ ხდება? ოქროაშვილი არ ვიცი, ახლა შეთავაზება იყო მისი მხრიდან NTV-ს გადაცემის მეშვეობით რაღაცა სხვებისთვის, თუ ეს მას მოუვიდა უნებურად და დაუშვა ასეთი შეცდომა, ორივე შემთხვევაში ის არ შეიძლება იყოს რაცა გონიერი ადამიანებისთვის მიმზიდველი ორიენტირი.
ბატონო დავით, თქვენი კოლეგები რვიანში არ გამორიცხავენ, რომ შეიძლება საჭირო გახდეს ქუჩის აქციები, მანიფესტაციები და ეს იქნება ერთგვარი ზემოქმედება ხელისუფლებაზე, რომ ჩაატაროს არჩევნები. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ 26 მაისის აქციებმა ერთგვარი დისკრედიტაცია მოახდინა ამ პროცესის და ამით ზეგავლენას ვერ მოახდენთ ხელისუფლებაზე. თქვენ რას ფიქრობთ? ჩვენ მოვემზადებით საზოგადოების მხარდაჭერის უზრუნველყოფისთვის, რაც შეეხება აქციებს 2007 წლის 7 ნოემბერს სააკაშვილმა უკადრებელი აკადრა ქართველ ხალხს. რამდენიმე ათეული მოშიმშილის დარბევას მოყვა რამდენიმე ათეული ათასი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში. მორიგ დარბევას მოყვა კიდევ უფრო მეტი ადამიანის გამოსვლა ქუჩაში და ხალხი ამბობდა არ მეშინია და ბოლო-ბოლო ამას მოყვა 2008 წლის იანვარში სააკაშვილის ფაქტობრივი მარცხი საპრეზიდენტო არჩევნებში. ასე რომ აქციების დისკრედიტაცია კი არ მოხდა. არაადეკვატური ამოცანებით აქციების დისკრედიტაცია მოხდა. აქცია არის ინსტრუმენტი, ისე როგორც ხელმოწერები, ისე როგორც საერთაშორისო ურთიერთობები, მხარდამჭერების მობილიზაცია. ეს ინსტრუმენტი ერთ-ერთი. ხოლო რესპუბლიკელებისთვის არ არის ეს აქციები უცხო. რაიმე ესეთი არსებითი ხასიათის მოვლენებიდან ამ ბოლო 2 ათეული და ცოტა მეტი წლის განმავლობაში მაინდა-მაინც არ მახსენდება ისეთი აქციები, სადაც რესპუბლიკელები არ ყოფილიყავით, თუ ეს იყო იმ პოლიტიკური დღესასრიგით, რაც ჩვენ მიგვაჩნდა სწორად. და ზოგიერთ ისეთ პოლიტიკურ დღესასრიგში, რაც სანახევროდ მიგვაჩნდა სწორად, მაგალითად 2009 წლის 9 აპრილის 26 მაისის აქციების. ასე რომ დისკრედიტაცია მოხდა რევოლუციური გზის სრულად, იყო დისკრედიტირებული, მაგრამ გაშიშვლდა და დღეს ადამიანი თუ ერთდროულად გონიერიც არის და წესიერიც, მაშინ მიშას სულ შეუბერავ და გაიქცევა, ან მე კუნთმაგარი ბიჭები მყავს და მოვერევი, რომ არ არის სერიოზული შეთავაზება, ამას ხვდება ყველა გონიერი და წესიერი ადამიანი. მოხდა ფსევდო რევოლუციური გზის საბოლოო დისკრედიტაცია, მე იმედი მაქვს და საარჩევნო გარემოს მოპოვებით სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების დამარცხების შესაძლებლობა რომ არის ერთადერთი შესაძლებლობა, აი ამის კიდევ უფრო დადასტურება მოხდა. მადლობთ.